მოგესალმებათ მედია კავშირი ობიექტივი. მოგესალმებით ყველას, ვინც საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ თვალყურს ადევნებთ ჩვენს ინტერნეტ მაუწყებლობას ობიექტივი.net. ასევე მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებსაც საქართველოში FM 105-სა და 0-ზე. დღეს 14 აგვისტოა, შევახსენებ სრულიად საქართველოს. Am დღეს 19 წლის წინათ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. დღემდე რჩება ეს კითხვა პასუხგაუცემლად და გამოუძიებლად. ომი ჩვენ დავიწყეთ თუ აფხაზებმა, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ახსოვს არძიმბას ნათქვამი მე გაიძულებთ თქვენ რომ გვესროლოთ, მაგრამ ჩვენ არ გვეყო ამ სიტყვების შემდეგ გონება რომ ჩვენ აფხაზეთში არ გვესროლა და ეს ომი თავიდან აგვეცილებინა. ასევე შევახსენებ ჩვენს კოლეგებს მედია კავშირის კოლეგებს მომიტევეთ ინტერნეტ მედია კავშირის ელექტრონული მედიის პრესის ყველა ჩემ კოლეგას შევახსენებ რომ დღეს ყაყაჩოები მე არავის გულზე არ მინახავს დაკიდებული. ნუ თუ ისე გაიყო საქართველო რომ 8 აგვისტო დარჩა მხოლოდ ყაყაჩოთი ასაღნიშნი და 14 აგვისტო და 27 სექტემბერი საქართველოში აღარავის აღარ ახსენდება. ნუ თუ გვაჯობა პოლიტიკამ და საქართველო გაიყო შევარდნაძისეულ ეპოქად და სააკაშვილისეულ ეპოქად. ასევეა გაყოფილი მინდა ვთქვა შევარდნაძის დევნილები და სააკაშვილის დევნილები. რას ვიზამთ ხალხო, ვისაც დღეს სინდისი და ნამუსი შერჩენია, ის ხომ ამ დღეს დიდი ტკივილით აღნიშნავს და დიდი ტკივილით მივა გმირთა მემორიალთან და პატივს მიაგებს აფხაზეთში უგზო უკლოდ დაკარგულ და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. მე გახლავართ ჟურნალისტი ეკა სარალიძე, ხოლო დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ბატონი თენგიზ კიტოვანი, შინაგანი ჯარების სარდალი. ეს 1992-93 წლებში, როდესაც აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა. უამრავი კითხვაა ამობთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი და ალბათ მეც და ბატონი თენგიზიც დღეს ამ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე, ამ პასუხგაუცემელ კითხვებზე ვისაუბრებთ. ხოლო ჩემს ინტერნეტ მაყურებელს და რადიო მსმენელებს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 14 40 86 18 13 52 და ყველას გთხოვთ. მხოლოდ კითხვა ეთერში, ხოლო ზედმეტი კომენტარების გამო იძულებული გავხდები გავთიშო ტელეფონი იმის გამო რომ ეს ძვირფასი დრო რაც მე და ბატონმა თენგიზმა უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი ეთერის სახით, ყოველთვის არ გვექნება შესაძლებლობა და ნამდვილად არ გვექნება იმისი დრო დაგროვილ კითხვებს უპასუხოთ. ასე რომ დღეს ჩვენ კითხვებს ვუსვამთ ბატონ თენგიზს, ხოლო ბატონი თენგიზი პასუხობს კითხვებზე. ასე რომ გთხოვთ ინტერნეტ მაყურებელ და რადიო მსმენელებო, ვიყოთ კორექტულები, ვიყოთ მხოლოდ მოკლე კითხვებით შემოფარგლულები. ბატონო თენგიზ, ამ ბოლო ხანს ბატონ ედვარდ შევარდნაძემ პრესაში გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს რომ 92 წელს თქვენ მას არ დაემორჩილეთ და აფხაზეთში თქვენი თვითნებობით დაიწყეთ ომი. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რაში დაჭირდა ყოფილ პრეზიდენტს, მე ესე ვიტყოდი, კომუნიზმის დიდ მონუმენტ საქართველოში ამის თქმა მალავს რამეს თუ რა ხდება, ვიზე უნდა დღეს ხელი შეწმენდა მას? ეხლა ძალიან ცუდად ისმოდა თქვენი ხმა, კალბატონ ეკა, გამზარული ისმოდა და მე დაახლოებით მივხვდი რა გინდოდა თქვენი ეს ხმა ისეთი იყო რომ მარტო თქვენი ინტონაცია იყო, მაგრამ გაგიმეორებთ თუ გინდათ კითხვას ბატონო თენგიზ. ამიტომ მე ცოტა სხვანაირად დავიწყებ თქვენ იმას და დაახლოებით მე მივხვდი ეს თქმა გინდოდა. ბატონი ედვარდ შევარდნაძე თქვენ გაბრალებთ აფხაზეთის ომის დაწყებას ბატონო თენგიზ. დიახ, მე მაბრალებ შევარდნაძე რა. დიახ. აი ხა უყურეთ, მე გაჩვენებთ ქაღალდს. აი ესე თუ მოჩანს ეს ქაღალდი. ბრძანება აი სპეციალურად გამოვიღე ეს ქაღალდი, რომ გაჩვენოთ რას წერს შევარდნაძე სახელმწიფო საბჭო ადგენს. იმას დაკავშირებით აფხაზეთი ლადენს არძებას სეპარატიზმის პროვოკაცია გაუქმდა შეერაგებას ძალებს აფხაზეთის ავტონომიურ ტერიტორიაზე სოციალური
მდგომარეობა დარეგულირების მიმართ საქართველოს სახელმწიფო საბჭო ადგენს უყურეთ რაცეს აგამში ამყვავი შეყვანილი იქნა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შემოქმედებაში მასვე დაევალოს დროებით სახელმწიფო ორგანოების შექმნა აფხაზეთის ავტონომიურ ტერიტორიაზე შევარდნაძე აგვისტოს თვეში სანამ ჩვენ შევიდოდით იქა აფხაზეთში აინახეთ კარგად და გადაიდეთ ხედავთ ბატონ თენგიზ და მაყურებელიც ალბათ ნახავს მაგ დოკუმენტს პარალელურად მაგრამ შევარდნაძე წერს უკვე მაშინ სანამ ჩვენ ომს დავიწყებთ ეხლა დავიწყოთ თავიდან 10 აგვისტოს აი მაშინ დადგენილებაზე ჩვენ დაგვიბარა შევარდნაძე მსუხელთავის კაბინეტში მაშინ იხვიძე დემბელის შენობაში და ავტოცკიტულშიც მოატანია რუქა სადაც გარკვევით მაშინ ავტოცკიტიშვილი იყო გენერალური შტაბის უფროსი და თქვა როგორ შევიდეთ ავტო აფხაზეთში ავტომ სტანდარტებით სამხედრო საბჭო ვინც იყო სულ ეკესრებოდა მინისტრებიც იყვნენ ესეც იყვნენ მან აუხსნა ჩვენ შევალთ აფხაზეთში ზუგდიდიდან გადამავალი გზით და ბორლომდე გავალთ მემართულებით გაგრამდე ლესელიძემდე რომ დავიცოთ ჩვენი რკინი გზები და ჩვენ ახალზე მემართულების ისე მე შევარდნაძეს ვთქვა რომ ამას დაჭირდება დრო რომ ამას ჭირდება დრო ესე ჩქარა არ შეიძლება სამხედრო ოპერაციის ჩატარება ამ ხალხს უნდა მომზადებოდა ამან მე დამაჩქარა რა შეიძლება ჩქარა შედი რაღაც ჩვენ გვჭირდება იქ ჩვენი პრინციპების დაცვა და ბატონო თენგიზ გაწყვეტინებთ მომიტევეთ იმასაც წერენ სხვათა შორის პრესაში რომ გივი ლომინაძე ძალიან ხშირად გაწუხებდათ და გთხოვდათ იმას რომ აფხაზეთში ჯარები შეგეყვანათ ვინაიდან გივი ლომინაძეს რა კარებიც აუჭედეს აფხაზებმა და მათ შორის ზვიადისტებიც იმყოფებოდნენ აფხაზებთან ერთად და კიდევ პლუს ერთ მშვენიერ დღეს გივი ლომინაძე მე მგონი მეორე სართულიდანაც გადმოაგდეს ის საავადმყოფოში მკურნალობდა ამის შემდეგ ვინ იყო კიდევ ამავდროულად მომთხოვნი გივი ლომინაძის გარდა რომ აფხაზეთში ჯარები შესულიყო მაშინ გივი ლომინაძე რაშვაში აქ უკვე დასაწყისი იყო იმის რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ პასპორტებით აღარ უშვებდნენ არავის და გადაკეტილი ჰქონდათ გზა ამიტომ იძარცვებოდა მთელი ტვირთები რაც შემოდიოდა საქართველოს სასამხედრო აზერბაიჯანში ჩვენ 12 მილიარდი ვალი დაგვედო იმ ტვირთების რაც გაიძარცვა აფხაზეთში აი ეს იყო რეალური სურათი რაც ხდებოდა აფხაზეთში იზოლირებული გახდა ქართული სახელმწიფო რომ დაეცვა თავის ინტერესები და ეს ვალები გაისწორებია ან გაეთევსებია გზები იმ შემავალი ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გავლით მაშინ აფხაზეთი ექვემდებარებოდა საქართველოს არა სხვა ქვეყნებს გეთახმებით განდებულებები ვიყავით დაგვეცვა ის შესაძლებლობა რისაც ჩვენ შეგვეძლო ამიტომ რომ დაგვიბარა აქტში შევარდნაძემ 10 აგვისტოს და გითხრა სასწრაფოდ შეძაბხაზე დაიცავით რკინი გზების სადგურები სადაც იძარცვება აფხაზ სეპარატისტებისგან მთელი ტვირთები აი ეს იყო მთელი ისა აი ეს წელი რასაც მე და თქვენ წავაგითხეთ ედუარდ შევარდნაძის ხელის მოწერით მანამდე სანამდე ჩვენ შევიდოთ აფხაზეთში ესე იგი მაგის მთელი მუშაობა ესე გადაწყვეტილი ქონია შევარდნაძე გაის მე არ დავკარგე ეს ბრძანება მაგისი თან ქონდა და თუ გაჩვენებთ რომ თელმა ქართულმა ხალხმა გაიგოს თვითონ მომზადებული იყო აი ამ ბრძანების იმითი შეესრულება ეს ბრძანება და ამქვავი დაენიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ აფხაზეთში ბატონო თენგიზ
მე მაინტერესებს კიდევ რა თქვენ წარმოადგინეთ დოკუმენტი და თქვით რომ კიდევ კარგი რომ შენახული მაქვსო, მაგრამ ირაკლი ბათიაშვილი ამტკიცებს ის აქ ჩვენთან სტუდიაში იყო ამ თემაზე საუბრობდით, ბატონმა ირაკლიმ თქვა რომ არსებობს დოკუმენტის რომელიც წარმოადგინეთ მაშინდელმა დაზვერვის სამსახურმა რომ რკინიგზის დაცვისთვისაც კი რომ იქ ჯარი შესულიყო ეს აუცილებლად ომში გადაიზრდებოდა და როდესაც სამხედრო საბჭოზე განიხილებოდა აფხაზეთში ჯარების შეყვანის საკითხი, შევარდნაძე ოჭოფობდა ჯაბაიოსელიანმა არ დაუჭირა ამ საკითხს მხარი, ხოლო თქვენ სიგუა და ამავდროულად EDP-ც თანახმა ყოფილხართ რომ აფხაზეთში ჯარი შესულიყო. თქვენ როგორ არიცოდით რომ იქ თუნდაც ჯარის შეყვანა დიდ ომში გადაიზრდებოდა? ეხლა მე თქვენ გაგაჩერებ და გეტყვით სულ უბრალოდ 3 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ომის შეწყვეტის შესახებ. ეხლა იყო თუ არა? არის რომ ყოფილიყო. ჩვენ ყველა მოვაწერეთ ხელი მაგ იმაზე რომ აფხაზეთში აღარ ყოფილიყო ომი და აღდგენილიყო მშვიდობა და ყველაფერი. მაგრამ რა იყო? შევარდნაძე გაფრინდა ამერიკაში. არც არებს არ შეეკითხა, არც მე არც სეგუასაც ჯაბაიოსელიანს გავიდა ამერიკაში. ელოდ ესე იგი 25-ში 26-ში უყურეთ როგორ ხდება ეს შეხვდა კლინტონს და შეხვდა სპეცსამსახურების მუშაკებს. ამერიკის სპეცსამსახურებს ბატონო თენგიზ. არ მე რას გეუნდა როგორ რატო წავაგეთ ჩვენ ყველაფერი რატო აი ხა დასაწყისი ყველაფერი და ეს არის ტრიანად იმ არსი რაც შევარდნაძე ჩაატარა აფხაზეთში. თქვენ მეუბნებით ერთად, მაგრამ მე გეუბნები იმას, რაც გააკეთა შევარდნაძემ, რაც გააკეთა ჯაბაიოსელიანმა, რაც გააკეთა სხვებმა, როცა დაკარგეს აფხაზეთი, მე აღარ მინდა ახლა იმ ზგვარები ჩამოთვალო. რატომ ბატონო თენგიზ ისტორიას უნდა დარჩეს ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომლებმაც ლომის წილი დაიდეს აფხაზეთის ტერიტორიის დაკარგვაში. რატომ აქ გადაცემაში ყველა ასახელებს ერთმანეთის სახელს და გვარს. მეც ტყუილად არ ჩაქრთეთ გადაცემაში აქ პილატეს პრინციპით მიმდინარეობს. მე სუფთავად მოკითხეთ კიტომას, მე სუფთავად მოკითხეთ სიგუას და აი ესეთი პრინციპით მიდის აქ გადაცემები და ამიტომ მე თქვენც იგივეს გთხოვთ, ყველას გვარი უნდა დარჩეს ისტორიას. რატომ ისი გულისხმობს? მე გეუბნებით ის როგორც იყო. ამის არის საბუთები არ და ამის მოწვე როგორც მე ყველა საბუთს მოგიდა დაგიდებთ მაგა. ესე არ იყო საკუთრო რომ ვფიქრობთ რომ ესე მე მაისის წვეში შევარდნაძემ და პარლამენტმა გამათავისუფლა და მე პასუხს აღარ ვაგებდი იმაზე მოგებულ ომზე, რაც მოგებული იყო. წააგეს მაგათმა სულ ყველა ვის დარჩა მთავრობაში. გამიგეთ რა მოხდა? ეს არ გიდა გაიგოთ რომ დასად როგორ დაიწყო ომი. დაიწყო ომი შევარდნაძემ. დაიწყო ომი თვითონ არძებამ. გადაკეთა ყველა გზები. აბა როგორ თქვენ გიდა და კიდევ რა შორის კიდევ იყო შემსრულებელი იმ ბრძანებისა რაც მე მიბრძანეს. მე ვიყავ ჯარისკაც ჩაულებრივი. თქვენ გიდათ მე დამაბრალოთ? არა როგორ გეკადრებათ ბატონო თენგიზ, მე იმიტომ ჩაქთეთ გადაცემაში. მომისმინეთ ბატონო თენგიზ. მე იმიტომ ჩაქთეთ დღეს და გთხოვეთ რომ გადაცემაში ჩამერთოთ რომ აქ ჩემთან გადაცემაში ხომ მოდიან სტუმრები. ყველა მუშაობს როგორ იცით? მე არაფერ შუაში არა ვარ. სხვას კითხეთ, მე არაფერ შუაში არა ვარ, სხვას კითხეთ და ამიტომ მეც მაინტერესებს თქვენი წილის სიმართლე, რაც თქვენ იცით. აღარ ვაგებდი აი მასე აფხაზეთზე. მოგებულ ომზე მე პასუხს აღარ ვაგებდი, მე გათავისუფლებული ვიყავი დაზვერვის სამინისტროდან. აგებდა პასუხს, ვის მე შემცველა და ვის აი ვის იქ იყო დანიშნა შევარდნაძე. გია ხარხარაშვილი აი ეს ისეთი ვინც იყო ბათიაშვილები და სხვები, აი ესეთი აგებდა პასუხს უკვე. მე რა შუაში ვიყავი. მე მოგებული ომი და წამოვედი და დამანებები ესწავე, ბოლო ომი იყო 16 მარტს. სადაც მარტო მე ვიყავი და კაცშვილი არ იყო, ის ომი მოგერიებული იყო, მაგრამ მე განთავისუფლებული ვიყავი სამსახურიდან, იმიტომ რომ მიხვდა შევარდნაძე მე არ დავთმობდი აფხაზეთს ცოცხალი თავით. ეხეთ რა მოხდა იქ? კი, ხვდები და ბატონო თენგიზ, თქვენ საუბრობდით შევარდნაძის ვიზიტზე ამერიკაში, შეგაწყვეტინეთ და გავაგრძელოთ ეს თემა. ანუ შევარდნაძე იქ შეხვდა სპეცსამსახურებს და რა მოხდა ამ დროს?
ვერ გავიგო პასუხი. აი თქვენ ხომ თქვით რომ 26 სექტემბერს შევარდნაძე გაფრინდა ამერიკაში, შეხვდა კლინტონსო. მე ვერ გეტყვით მაგას შევარდნაძეს აზრი მე არ ვიცი, მაგრამ შევარდნაძე გახდა პირველი მტერი ჩემი და საქართველოსი. როგორც მაგან დღეს გაყიდა სასომხეს მიყიდა მთელი საქართველო სააკაშვილის თამადობით. აი ესე გააკეთა მაშინაც გაყიდა საქართველო და გაყიდა აფხაზეთი, კითხავთ გაყიდა სამაჩაბლო. აი ეს გააკეთა შევარდნაძე. ეგ არის გამყიდველი, რამდენად გაყიდა ვისაც საქართველოს ეხლა კითხეთ რომ შეცვალა და სააკაშვილი მოიყვანა სათავეში 50 მილიონი დოლარი აიღო მაგაში. ეგ არის ყველაზე უტირისო. მე რასაც თვითონ უნდა გაიგო თქვენ ხალხო. უნდა ყველაზე ამდენი ტყუილის ხმელი კაცი რომ ზარადე ტყუილს ეძახი, მაგით ერთ სიტყვა არ არის დასაჯერებელი. დააბედა გამოყეყეჭდა ეგა. და ერთ სიტყვას თვითონ არ იცის. კარგით ბატონო თენგიზ და ეხლა მე ჯაბა იოსელიანის სიგნიდან სამი განზომილება მოგიყვანთ ციტატას რას წერს ჯაბა იოსელიანი ზუსტად იმ დროს როდესაც აფხაზეთში 14 აგვისტოს შევიდა ჯარი მირეკავს შევარდნაძე შეშფოთებულია მიყვება იმას რაც უკვე ვიცი და მეკითხება სად არის კიტოვანი მეორე დღეა არ ჩანს არძიმბასათვის უნდა დაერთა ვერსად პოულობ თავი არ მოიკლა. მე გრაჩოვს, გაიგო ტრამუქთა, გაჩომა უთხარ რომ მე გომესტაზე დავაყენებ ჩვენ ჯარებს. კიდე ფრონტი გაიყოს, ვიცი. ამან ვარი უთხრა. და ვის მაგის გვერდზე იყო ყველამ ვარი უთხრა. თორემ აქამ ჩვენ საფხაზეთში შეიკიდა ვერავინ არ გამოგვიყიდა. რუსი ჯარნო დამდგარიყო გომესტაზე. გამიგეთ რა იყო? მაგრამ მანამდე ბატონო თერგის გაგრიდან გამოყვა. მოუთხეს ჩვენ შემოვალთ. ამერიკელები აღარ შემოვიდა გამპანჩურცემ გამოვდეს შევარდნაძე მაკედან. გასაგებია, მაგრამ თქვენ ჯაბა იოსელიანი ბრალს გდებთ ბატონო თენგის იმაში, რომ 14 აგვისტოს თქვენ 2 დღით გაუჩინარდით და იმყოფებოდით ქუთაისში. მართალია ეს ყველაფერი? თქვენ არის რომ შევარდნაძე ყველგან მუშაობდა და ყველას თავის აგენტურა ყავდა. აი წაგიკითხეთ ახლა ამ აგენტურის ერთ-ერთი ის, სადაც უკვე დანიშნული ყავდა კაცი, თუ აფხაზეთში შევიდოდით ჩვენა. შევიდით და დანიშნა ნადარეიშვილი. ამასაც უღალატა მაგა. მაგრამ მე მაინტერესებს რაშიც ბრალს გდებთ ბატონო თენგის ჯაბა იოსელიანი. მე ამას გეუბნებ ფაქტებს და თქვენ იძახით მონაღურებს. მე მოვიყვან კაც, აგერ არის გრაჩოვი, თავდაცვის მინისტრი, ორჯერ დაურეკა შევარდნაძეს, უთხრა, როდის შემოვიდე და როდის დავაყენო გუმისთაზე ჯარები, რომელიც გაყოფს ქართულ ჯარს და რუსულ ჯარს ეხეთ. ამათმა ვარი უთხრეს. გამიგეთ რა არის? ბატონო თენგის, კითხვა მაქვს თქვენთან. გრაჩოვმა, როდესაც გაგრა დავკარგეთ, მაშინ რატომ გამოთქვა სურვილი, რომ გაყოფილიყო გუმისთის ხაზი? იმიტომ რომ მე ჩემთვის დღესაც ცნობილია რუსული საიტების ინფორმაციით და ასევე დავეყრდნობი სომხურ საიტებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ზუსტად გუმისთაზე უნდათ დღესაც საზღვრის გავლება. რამდენადაც ცნობილია ეს კულუარული ინფორმაცია, სწორედ ამასში შეწინააღმდეგების გამო ბაღაფში მოკლესო. მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ის ხომ ფაქტია, გრაჩოვს კითხეთ, რატო გაგრამდე, ვიდრე გაგრას დავკარგავდით, რატო მანამდე არ მოისურვა დაუშვათ, რომ ჩამდგარიყვნენ სამშვიდობო ჯარები, რას ელოდებოდნენ? იმას, რომ გაგრა დაკარგულიყო? აი ახლა გუმისთის ამბავს გეტყვით, მე თქვენ რაღაც გაინტერესებს ეგა. გუმისთაზე 16-17 მარტს განახორციელეს უდიდესი შეტევა და ამათ ეგონათო შემოვიდოდეს სოხუმში. ამ ჯაბა შევარდნაძე არავინ არ იყო იქა. იქა სოხუმის ბატალიონი, შავრაბადას ბატალიონი, ჩოლოყაშვილის ბატალიონი, რომელიც კაბილებით იცავდნენ სოხუმს და დაიცოს კიდევაც. აი სხვათა შორის ესეთი და მე თქვენს რუსებმა რომ ქართველებმა ომი ისწავლეს. გამიგეთ რა მოხდა? არ შემოუშვით ჩვენ იქა. მე ვიყავი იქ მარტო ერთი კაცი. დანარჩენი სად იყვნენ მე თქვენ გეუბნებით. კობალაძე იდგა იქა. გელო ადამიანი იდგა იქა. ბევრიც ყველა ქართველი იდგა, პატარა ბიჭები იდგნენ სანგრებში და იმაში არ შემოუშვეს კბილები დაიწვეს. სომხური ბატალიონების სხვათა შორის კაზაკები და აფხაზები.
გასაგებია ბატონო თენგიზ, მაგრამ თქვენ ხომ ამბობთ რომ 15-16 ეს ხალხს უყოლა რა, ხო არ არის არა ხუცი, აი ნახეთ რა ომე იყო. ეგეთი ომი არ ახსოვს არავის. ვიტყოდეს ჯერავს ბატონო თენგიზ, იმიტომ რომ ბატონი კობაც იყო ჩემთან გადაცემაში და ჩვენ ვისაუბრეთ ზუსტად ამ დესანტის შესახებ, რომელიც 15-16 მარტში იყო და სწორედ აი ეს გეგმა, ტამიშის მოგერიების გეგმა, როგორც ჩემთვის ცნობილია კამკამიძეს ეკუთვნის, გენერალ კამკამიძეს, რომელიც შემდეგ საქართველოსდან ისე გააქციეს, ისე გადარიეს ადამიანი, რომ უკან აღარ მოუხედია, მაგრამ ბატონო თენგიზ, მე მაინტერესებს, ვიდრე 15-16 მარტი იქნებოდა იყო 2 ოქტომბერი 92 წლის 2 ოქტომბერი, როდესაც გაგრა დაეცა. თქვენ რატომ არ იყავით მაშინ გაგრაში დაუშვათ? რატომ არ მიაშველეთ გაგრას მაშველი? ის ბიჭები რატომ დაარჩნენ საერთოდ დაუცველად? მე მაინც ვეღარიგე თქვენი რა გინდათ რომ გაგრაზე გეკითხებით ბატონო თენგიზ 15-16 მარტამდე ხომ იყო გაგრის დაცემა? მაშინდელი აი საუბრობ შევანაძეს რომელმაც განიარაღა ქართული ჯარი და შემოუშვა ესე უჩემოთხრებოდა განიარაღა მაშინ იყავით შინაგანი ჯარების სარდალი ჯარი განიარაღა და უთხრა ჩვენ განიარაღებული ვარ და გთხოვთ შემოგძადეთ ჩვენთან და თქვენ ხომ სარდალი იყავით მაშინ ბატონო თენგიზ, როგორ შევარდნაძემ გააკეთა ეს მარტო? ანუ თქვენი იმიდან საუბრიდან დავასკვენი რომ ის ბრძანებები უკან დაიხიეთ, მოხალისეთა გაყვანა პირველში შევარდნაძის გადაწყვეტილება იყო მხოლოდ? თქვენ რა ფიქრობთ რა ომი როგორია? ხან წეწახო, ხან უკან წამოხავს, ხო? დიახ. ხო ესია ხო თუ ჩვენ დავთევთ მაშინ გაგრა დაისა მაშინ უნდა წასულოთ ცოტა ხანი და წავიდოდეთ კიდევ წინ მოუκლებდით ძალებს იმიტომ ძალიან დიდი ძალები მოგვაწვა იქა არა ჩავიდა მხედრიონი და მხედრიონი ხაიყო ხალხის ძარცვა დაიწყო იქა აი რა იყო მიზეზი გაგრის დავანის იყო მხედრიონის ბრალი ჯაბას ხალხი რომელიც ძარცვავდა და დაჭრილებზე ის ვერტმფრენები და კარგად მოყავდა მანქანები და ისინი მოყავდათ იქიდან და არის სიტუაცია იყო კი გეთანხმებით ფაქტია რომ ეგ ეგრე იყო ნამდვილად მაგრამ თუმცა ჯაბაიოსელიანი თავის ციგნში იმასაც წერს ბატონო თენგიზ შავნაბადას ბატალიონი გამოიყვანეს და მხედრიონი შეიყვანეს იქა აი მხედრიონმა წააგო ეგ ზუსტად ეგომი რასაც აწყობდა შევარდნაძეს ბატონო თენგიზ, რა მინდა გკითხოთ, მიშა მარინაშვილს რომ არ ემორჩილებოდნენ მხედრიონელები გაგრაში, თქვენთვის ეს ცნობილი ფაქტი იყო? სადა? გაგრაში მიხეილ მარინაშვილს რომ არ ემორჩილებოდნენ. ეგ იცოდით თქვენ? რა? რა რომ დაუშვათ აი მხედრიონი არასრულებდა დაუშვათ მიშა მარინაშვილის დავალებას იმიტომ რომ მათი შტაბის ხელმძღვანელი გახლდათ ცალკე ჯაბაიოსელიანი და რომ სრული ქაოსი იყო გაგრაში თქვენ ეს ყველაფერი იცოდით? ეგ იცოდა ყველაფერი შევარდნაძე მე კი არა შევარდნაძე ჯაბა იყო ერთი პიროვნება ერთად შებრუნებული იყვნენ ეგენი ყოველთვის მე შევარდნაძე თქვა თავის მოკვლა მინდოდაო და ჯაბა არ გაუმიშვალდა მე ეკლა თავი მე სადიკლავდა თავს უკაცრავად ბატონო თენგიზ რა მე მაგას რომ მე ჯაბამ გამაჩერდა თუ თავის მოკვლა მინდოდაო ეხლა რაზეა ლაპარაკი რომ შევარდნაძეა დამნაშავე და სახელმწიფო მეთაური ეგ იყო ყველაფრის და რასაც მე გეუბნები ეს წავიდა და თელი ჯაშუშური ისინი ჩაატარა აფხაზეთის ხალხის მიმართ ამდენი ხალხი გამოყარეს 250,000 ქართველი გამოვიდა ვინ არის დამნაშავე გეუბნებით მე თქვენ ამაზე რა თუ და ლაპარაკი საიდან გადმოიყვანეს თელი ქართველი ხალხი ქართული ჯარი განაერაღა ვინ გააკეთეს ყველაფერი ამას რა თუ უნდა ის დალათ იყო ყველაფერი გაკეთებული ბატონო თენგიზ ამ ყველაფერს როდესაც ხედავდით რომ აფხაზეთი იყიდებოდა როგორ დაუშვით ეს ყველაფერი არ მემიღია ქართული ჯარის განაერაღება არის შევარდნაძის ბრალი და გოგოძის ბრალი გასაგებია ბატონო თენგიზ თქვენ ეძახეთ აცედა ეზა გოგოძე თვითონ არ მოაწერა ხელი იმიტომ რომ არ დაბრალებოდა ისტორიის შემდეგ არ დაბრალებოდა შევარდნაძე განაერაღა ქართული ჯარი
ბატონო თენგიზ, კიდევ რა მაინტერესებს? ბატონმა ირაკლი ბათიაშვილმა ჩემთან გადაცემაში ისიც ბრძანა, რომ 13 სექტემბერს ვიდრე გაგრა დაეცემოდა. მე ინფორმაცია დაუგზავნე ყველა უწყებას, რომ პირველში და ორში გაგრაზეს მოსალოდნელი იყო დიდი ფართო მასშტაბური შეტევა, რაც გამოიწვევდა გაგრის დაკარგვას. მე მაინტერესებს ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვიდა? მე ახლა გეტყვით ეს ინფორმაცია რომ იყო მიღებული, მაშინ ხედრიონი იყო გაგრაში. ხედრიონს უნდა დაეცო გაგრის პოზიციები. არა და შალნაბადა გამოიყვანა შევარდაძე მეკიდან და გადმოსო უკან და დასო ხედრიონი. თვითონ ხედრიონმა ახლა გითხრათ რა მოხდა მანდა. რატო აღვიდგენ ჩვენ სომხები? თვითონ სოფელს ხედრიონმა 15 კილო ოქრო შეაწერა. წარმოიდგინეთ სოფელს სომეხი რის მომცემი იყო, ოქროს მომცემი იყო, გადავიდა და შექმნეს ბაგრამიანის ბატალიონი. აი მაშინ დაგვიწყეს ყველა დიდი წინააღმდეგობა. ცოტა სომხები გაცხორდა ჯერ ესეთი მაშინ 3000 ოჯახი შევარდაძემ ჩაასახლა ადა თავის კომუნისტების დროს და პრეზიდენტი 3000 ოჯახი სომხური ჩაასახლა გაგრაში და ლესელიძეში. აი მაგ გაგვიწია ყველაფერი წინააღმდეგობა. თქვენ თავიდან უნდა დაიწყოთ ყველაფერი საიდან მოხდა ეს ყველაფერი. ყილაშვილი იყო მაშინ მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის თავმჯდომარე, აი მაგის მეშვეობით 3000 ოჯახი ჩასახდა გაგრა ლესელიძეში. ბატონო თენგიზ, ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ თქვენ ბრძანებებს, რომელიც განიარაღებაზე, შავნაბადის გამოყვანაზე, მოხალისეთა გამოყვანაზე გაგრიდან თქვენ ამის შესახებ არ იცოდით და ეს უშუალოდ შევარდნაძემ გააკეთა? ეხლა რო გითხრათ რომ შევარდნაძის ხოდა სხვა გეგმები ისა განსაზღვრული. სხვანაირად უნდა და გაიგეთება ყველაფერი და შემოიყვანა რასაც დღეს სააკაშვილი აკეთებს, ამერიკელები შემოყვანა უნდა და ჯარის მანდა. აი იყო თელი ყველაფერი უბედურობა, მაგის და მაგან წაგვაგებია ომი. თქვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ ჩვენ ვიყავით თვალდახუჭული მონები და გვეღონათ რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვერაფერს ვერ გავიგებდით. აი ეს იყო შევარდნაძე, იმიტომ გაფრედა, მე არ დამიგდეთ თქვენ ყური, ამერიკაში მოელაპარაკა სპეცსამსახურებს და ბატონ კლინტონს, რომ ჩვენ ომს ავაგებთ და შემოდით თქვენ ვითომ დასახმარებლად. აი ეს იყო მთელი ჩადებული ამის პროგრამა, ეს რო გაიგო ბატონ ელცინმა, აი იმიტომ იყო რომ შემოგვიდეს 355 პოლკი. ვინ იცოდა რომ ის არც მე ვიცოდა არ თენგიზის იყო მარაფერი და დასვა მაშინ ლესელიძე გაგრაში. რატომ ეს არის ჯახით კაცო თუ მე გაგეჯებული ვარ. უნდა მითხრათ ბატონო თენგიზ, მე ბრძოლებმა რა უნდა თქვა? რუსების იქა იმაში გაგრა ლესელიძეში. მაგა ჩასვა ხო? მაგის ხელმოწერით იყო ჩასული იქა სულ მოხსეს განჭიდან და გადაიღწევა წვათ. ჩვენ ამ ხელა პოლკს და ამ ხელა შეერაღებას გაუძლევდა ქართული ჯარი? ამდენად არ გაუძლებდა, მაგრამ ბატონო თენგიზ, თუ ამდენი ვიცოდით, მაშინ გაგრაში საერთოდ აფხაზეთშიც არ უნდა შევსულიყავით, ვინაიდან ბათიაშვილი დღემდე იმას ამტკიცებს, რომ მე ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ ჩვენი ჯარ შევიყვანდით, ამას აუცილებლად ომი მოყვებოდა. იქნება ჯობდა მაშინ ცოტა სხვა არაფერი არ იცოდა, იტყუება შევარდნაძე გამოხეყეჭებული იდიოტი, რომელსაც იტყუება კიდე. არმი და კიდე ბებერსელი თორე ეგარი ჩამოსახში ასაკუცი კაცი იმდენის სიბინძურია გაკეთებული საქართველოს ხალხის მიმართ. თქვენ კიდე არის დროებია გაკეთებული. ბატონო თენგიზ, იარაღით მომარაგებაზე პასუხისმგებელი ვინ იყო აფხაზეთის ომის დროს? ბატონო? იარაღით მომარაგებაზე მებრძოლების პასუხისმგებელი ვინ იყო აფხაზეთის ომის დროს? იარაღის მოპარვა? იარაღით მომარაგებაზე მებრძოლს ხომ უნდა მიწოდებოდა ტყვიაცამალი იარაღი, ვინ იყო ამ საკითხზე პასუხისმგებელი? იარაღი მარაგდებოდა, მაგრამ სეპარატისტული სამეგრელო რომელიც იყო, მაგას არ უშვებდა ბოლომდე. ეს სამეგრელოზე დიდი დამნაშავეა, სხვათა შორის მაგ წაგებულ ომში არ მე არ ვიცი, იმიტომ ვაგონებს ძარცვავდნენ
მიხოდა თეატრად ეხონა დამითი რომ შევადაზის თავობას ეგრე დაამხობდნენ აი როგორ ჩადებული ბატონო თენგის სამეგრელო 4ჯერ აოხრეს აწიოკეს შევადნაძე კიდევ აბახობს რომ მიან გაუწია აფხაზეთში ომა ამდენს ვეღარ გაუძლო ამ ჯარმა თუმცა მანამ რატომ მოიშალა დაუშვათ სამეგრელოს დარბევით ზურგი აფხაზეთის ომისთვის რატომ მოიშალა ესეც წინასწარი გეგმა იყო დაუშვათ შევარდნაძის რომ სამეგრელოს აოხრებით აფხაზეთიც უნდა მიყოლო და უნდა დაკარგულიყო თქვენ თუ გსმენიათ ამ გეგმაზე რამე მე მაშინ არ მაგაში მომრეცილობა არ მიმიღია არა თქვენ რო არ მიგიღიათ ბატონო თენგის ეს ვიცი თქვენ რომ არ ყოფილხართ სამეგრელოში ეს მართლა ვიცი და დარწმუნებით ჯაბაიოსელიანი წერს თავის წიგნში რომ თქვენი არ ყოფილხართ მაგრამ აი ეს მიზანი რომ დაუშვათ სამეგრელოს გადაუარეს 4ჯერ მეხუთეთო ბატონი ედვარდი წერს რომ ჯაბაიოსელიანი მე არ გაუშვიო მაგრამ დღეს საუბრობენ იმაზე რომ სამეგრელოს 4 გზის დარბევა მიზანმიმართული გეგმის ნაწილი იყო რომ აფხაზეთისთვის ზურგი მოეშალათ რომ შემდეგ აფხაზეთიც ჩაბარებოდა რუსეთს იცოდით თუ არა ამ გეგმის შესახებ მე თქვენ გეკითხებით ჩვენ მივახციეთ ის იმას რაც აგეთებდა შევარდნაძე რაც გაკიდული იყო ყველაფერი აი ეს ჩემი სიტყვები რომ შევარდნაძე გაკიდა აფხაზეთი ანუ თქვენც ჩაგითრიათ ამას რომ არ იცოდით გაკიდა სამეგრელოსაც მაგრამ ჩავიდნენ ბალტიის მოელაპარაკეს ორი კაცი არ მიდიახმადი გვარებით ხო და შემოიყვანეს რუსი ჯარი და დედა უტირეს ზვიად გამსახურდიას აი ესეც გააკეთეს მაგრამ ხო გითხარით ყველა ტერი მოიშორა მე ბოლო ზვიად გამსახურდია მოკლა მაგრამ მოკლა სხვას არავინს არ მოუგლია იყო ერთადერთი ავტორი პროლოგისა რომელიც შემსრულებელი ყავდა 4 კაცი კიდე თუ რამე გაინტერესებს ბატონო თენგის ამ კვლელობის შესახებ ბატონო იცით ამ კვლელობის შესახებ რა ვნახე ანუ ამ კვლელობის შესახებ იცით რომ ნამდვილად ეს შევარდნაძემ გააკეთა ყველაფერი ბრალდება სახელმწიფო მეთაურს რომელიც აიღო თავის თავზე ომი აიღო თავის თავზე სულაფერი იქ არავის არაფერი არ გაუყიდია ამდენი ხალხი და ბავშვები დაიხოცა და შეალიეს თავის სული და სულ ომობდით იგი მის დაგვეცა ჩვენი ტერიტორიები და მაგის დაწყებულ საქმეს მოყვა ისო ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი ბატონო თენგის მე მაინტერესებს ინფორმაცია აქ ჩემთან გადაცემაში ვახტანგ ყოლბაიამ კი თქვა მაგრამ მე მაინტერესებს ეს თქვენ თუ იცით ილორში გამსახურდიას მართლა დაუდეს დოკუმენტი თუ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა ის საქართველოში ისევ პრეზიდენტად დაბრუნდებოდა ვახტანგ ყოლბაია რა შოშია ხო აი ეს ამბავი გაიხსენა ვახტანგ ყოლბაიამ რომ როდესაც სოხუმი დაეცა ილორში ზვიად გამსახურდიას აფხაზებმა და რუსეთის გენერალიტეტმა მიუტანეს დოკუმენტი თუ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობდა მას თბილისში აბრუნებდნენ ისევ პრეზიდენტად მაგრამ გამსახურდიამ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერაო და შევარდნაძე კი თბილისისკენ თვითფრინავით მოფრინავდა რომ აქ პოზიციები გაემაგრებინაო მართალია ეს ამბავი მე გეტყვით აფხაზებმა გამსახურდია არ გააჩერეს თავის ტერიტორიაზე და გამოიძახეს იქიდან აი ეს იყო სწორი არ დატოვეს იქ არც არავინ არ დატოვეს იმიტომ უკვე სხვა გეგმა წავიდა იქა და ჯერ ესეთი აი 3 სექტემბერს აი მე თქვენ გეტყვით 3 სექტემბერში შეხვდით დროს ეგ ვიყავით სოყოლა გამოდის ელჩინე აი უკვე ეუბნება შევარდნაძეს transformia და ეუბნება რომ ამბროსევიჩი как мы договорились Абхазию делаем конфедерацию ესე იგი უჩვენოთ თურმე შევარდნაძე ლაპარაკობდა რომ კონფედერაციის გაკეთება უნდა აფხაზეთის აი ამაზე მეტი მე რა უნდა გითხრა ნამდვილად ვერაფერს ვერ მეტყვით და მე დიდ მადლობას გიხდით ზუსტად ამ სიტყვებისთვის ბატონო თენგის ხოდა ყველაფერი თქვენ მეუნებით რაღაცას ისეთ რაც თქვენ ალბათ 3 სექტემბერს ოდის მე დავტოვე ადეგი დარბაზ დავტოვე და წავედი კომიტეტიდან ეკაური ჩინოვნები და მითხეს ატოდა და მე იყო რომ ხელმოწერა შედგა იმაზე ომის შეჩერებაზე
ამიგე? დიახ. აი ეს იყო ყველა ეს არის სინამდვილე. ალდექი მე ბატონ ელჩის უთხარი რომ აფხაზეთია საქართველოს ტერიტორია მე ამ დოკუმენტს ხარ არ მოვაწერ. ადექი და წამოვედი. ბატონო თენგიზ მე მაინტერესებს კიდევ დიდი საქმე არავის არ გაუკეთებია. მე ელჩინი მეყდა რომ რაღაც შეცდომა დაუშვა. გამომაგდა ორი კაცი და შეუნაძეს უთხრა ანუ კამნე როგორც ნაბიჯორი ესე მივიდა შეუნაძე მაგასთან თავჭაკიდრული. გასაგებია ბატონო თენგიზ მე მაინტერესებს კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. გენერალ კამკამიძე რა მიზეზით წავიდა გენერალი? კამკამიძე ბატონო თენგიზ რა იყო მიზეზი რომელმაც სამი გენიალური გეგმა კონტრშეტევის გეგმა დასახა ალბათ თქვენს ძალიან მალე ეთყობა გადაგაყენეს თანამდებობიდან მაგრამ კამკამიძეც ტოვებს საქართველოს. ხომ არ იცით რა იყო ამის მიზეზი? კამკამიძემ რატო დატოვა საქართველო მაშინ? მე არ ვიცი ალბათ ეს უჩემოთ ხდებოდა და ეს ჩემთვის არაფერი არ იყო მეგზ მაგვარი. მაგას ვერ გეტყვი. ანუ კამკამიძე თქვენ დროს უკვე წასული იყო თუ ვერაფერს ვერ გეტყვით. გასაგებია ბატონო თენგიზ აი გითხარი ზუსტად. კარგით ბატონო თენგიზ მე მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვა. მედიოდა ჩვენს უკან და რას ლაპარაკობთ ელცი და აი მოგივიდეთ ფაქტები. იქ იყო სიგვაიკის და ემედეს მინისტრი და ჩვენი ელჩის და იქა რომელიც გაიგო ეს სიტყვები რა თქო რა უთხრა პედაგოგ ელცინმა შეუანაძეს. აი ეს უნდა იცოდეთ რომ როგორც მოვილაპარაკეთ გავაკეთოთ აფხაზეთის კონფედერაცია. გასაგებია ბატონო თენგიზ და მე მადლობას გიხდით ინფორმაციისთვის. ეს ინფორმაცია ცნობილი ნამდვილად არავისთვის არ იყო და ნამდვილად თქვენ განაცხადეთ ეხლა პირდაპირ ეთერში ეს ჩემთვისაც სიახლეა მაგრამ ბატონო თენგიზ მე მაინტერესებს ერთი რამ თქვენი ყავით შინაგანი ჯარების სარდალი ანუ თავდაცვის მინისტრი ხომ არ მეშლება? ძალიან ცუდად ისის თქვენი ხმა იცით რა არის გაბზარული ხმა არ და ბატონო თენგიზ ომის დროს თქვენი ყავით თავდაცვის მინისტრი ხომ? Очень плохо слышно вообще. Очень. Передается как это сообщение, но без метра. Კი ისმის თქვენი ხმა, მაგრამ მე მაინტერესებს რა. ბატონო თენგიზ, როდესაც გაგრა დაეცა, რატომ არავინ დაისაჯა? თქვენ ხომ იყავით თავდაცვის მინისტრი. რატომ არ დაისაჯა გივი კვანტალიანი? როცა შენ ტრები ყავს გარშემო ტრები რო ყავს გარშემო უნდა აი ამზადებენ იმ საკითხს რომ გამოიყვანეს შავნაბადას ბატალიონი და შეიყვანა მხედრიონი შემსრულებელი იმ ვალდებულების რაც უნდა გაგეკეთებია და უნდა შემოსულიყო ამერიკული ჯარები ჩვენ uns ვაგებთ ოღონდ აი ეს იყო ჩადებული მანდატი მესმის ბატონო თენგიზ ეგ გავიგე ყველაფერი მაგრამ მე რას გეკითხებით იცი რატომ არ დაისაჯა გივი კვანტალიანი ეს იყო ჩადებული პროგრამა რაც მიშამ გააკეთა მე მესმის ბატონო თენგიზ მესმის ყველაფერი მაგრამ მე მაინტერესებს გაგრის დატოვებისთვის შუაღამისას რატომ არ დაისაჯა გივი კვანტალიანი რატომ არავის მოსთხოვეთ პასუხი სამხედრო არქივის განადგურების გამო ან თბილისში არჩამოტანის გამო რატომ არ დაისაჯნენ ის სამხედრო პირები ხა თქვენ ამბობთ მხედრიონი რატომ არავინ არ დაისაჯა მაშინ თქვენ არ გქონდათ ამის უფლება დაუშვათ რომ დაგესაჯათ იგივე მარაძიორი ვინც მარაძიორი 21 იანვარს ევანაზე თქვა რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი იმიტომ წამალი არ აქვს არაფერი ეხლა გაგიცინამდვილე გითხრათ ჩვენ წაგებული გვაქვს ყველაფერი გამოვიდა პარლამენტში თქვა ეს ამონაწილეები რა წაიგეთ რომელ 21 იანვარს იყო 93 წლის ბატონო ესე იგი იანვარის თვე იყო ეს ხერხობთ ჩვენ ესე იგი ჩვენ იძულებული გავხდებით რუსებს მოთხოვეთ კტერომ არის თელი საწყობები გადმოგცა ეს 100 მილიონი ტყია და თლიანად რაც იყო შეარაღება გადმოგცა შენა ამით ჩვენი ჯარი გაძლიერდა
აი ხა მე დაგითხრათ მაშინ უკვე გადაწყვეტილი იყო ჩვენ თუ არა გვეყო ესა მაშინ ჩათვალეთ რომ შევანაძე აბარებდა აფხაზებს მთლიანად მაშინ გამიგეთ გასაგებია ბატონო თენგიზ ყველაფერი გასაგებია არის გამოსვლა მაგისი გამოვიდა ეს ავაზაკი ესა დაძირალა და ამოვიდა თქვა რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი იდო ჩვენ არაფერი არ აქვს სატყეო საწამალი არ აქვს ესე გადაწყვეტილი ქონდა ხო მაგას ბატონო თენგიზ ისულებული ვარ გკითხო ესეთი ადამიანი საქართველოში როგორ ჩამოიყვანეთ მაშინ ბატონო თენგიზ ოცხალი თავით არ გამოვიდოდი აფხაზეთიდან მაგრამ ყველაფერი გააკეთა რომ ჩაებარები აფხაზეთი აი ეს არის ყველაფერი კარგით მესმის ბატონო თენგიზ მაგრამ მარტის თვეში 92 წლის მარტის თვეში ეს ადამიანი საქართველოში როგორ ჩამოიყვანეთ მაშინ არ იცოდით რაც იყო ხომ მიიღეთ მაშინ სამხედრო საბჭომ გადაწყვეტილება რომ ედვარდ შევარდნაძე ჩამოგეყვანათ საქართველოში და ჩამოიყვანეთ ხომ როგორ ჩამოიყვანეთ ასეთი ადამიანი ქვეყანაში რომელმაც გაყიდა მთელი საქართველო ეს ყველაფერი მოთხოვით ბატონ ედუარდს ჩემთან ესენი არ გამოვა იმიტომ მე არ ვაგებდი პასუხები მე ვაგებდი სამხედრო ოპერაციებზე პასუხს და ვაგებ კიდევ დღესაც ანუ შევარდნაძე თავის სურვილით ჩამოვიდა გადატრიალების შემდეგ მე აღარ ვაგებ არაფერს პასუხს აგებს პასუხი ვინც შემდგომი იყოს უყოლა დაწყებული შევარდნაძე და დამთავრებული იმ თავდაცვითისთან და ვინც იყო მე რომელიც გამოიცა და გამოასწრა მე ყველაზე ბოლოს გამოვედი აფხაზეთზე მე არც არავინ არ მეკითხებოდა დეპუტატი ვიყავი ომობდი ჩემ ხალხთან ერთად და ბოლოს არ ვაპირებდი გამოცვას ოჩამჩინედან და მოვიდა ის ეს გამგებელი რო იყო გალის ბატონო თენგიზ და ერთად თქვენ ყველა მეიდე ჩვენ მოვილაპარაკებით ამ კაზებს მაგის ისა მე მაგიტანს არ გამოვიდოდი არ დავთმოდი მე ნაბიჯს უნდა მივხვდეთ ესა გასაგებია ანუ მაინც ბრძანების საფუძველზე მოხდა გალის და ოჩამჩირის დაკარგვა ანუ მაგის თქმა გინდათ ბატონო თენგიზ ანუ ეგეც შევარდნაძის გაკეთებულია მე ვერაფერზე აღარ გაგცემთ პასუხს გასაგებია ბატონო თენგიზ მაშინ ბოლო ორი კითხვა და დავამთავროთ გადაცემა ამას იტყვის თვითონ ხალხი იტყვის თვითონ ისტორია მე რასაც გითხარით ის ფაქტებია რაც ოფიციალურად იყო ეხლა მე ჯორიკანი კაცი არა და ვერ ვიჭორაებ და ის რაც მოხდა არის შევარდნაძის ბრალი და არის მაგის მეგობრების ბრალი ვინც გვერდზე ედგა მაშინ და წააგეს თელი ომი აიცოდეთ ესე გასაგებია ბატონო თენგიზ მაგრამ მე მაინტერესებს მხოლოდ კითხვა დავისვამ და დავამოვიდოდი და თვითონ გამგებლები იყვნენ და არ მოატრიალე ესენი ტანკები და ისინი სადგარები ხო თქვენ ლაჩრებო არის გადაღებული ეგეც მოატრიალეს უყოლე უზმიდოთან არავინ ყველა დაიხია უკან და პირველი გარბოდენი ხარ და მე რომ მოვდიოდი მე 29-ში გამოვიდი იქიდან სვანეთზე გადმოვედი ჯაბა და ესენი სვანეთის ტყეში იყვნენ და მიმარულები და ფეხით მოდიოდნენ იქიდან ჯერ ესეთი მაგის კაცობა საუბრა შევარდნაძეს ჟიური შარტავა დატოვა და დაახვრეტია კაცი და ერაკლის მამა დატოვა ალასანიასი და მიახვრეტია ორივე თვითონ როგორც ნაძირალისე გამოიპარა მარტო ირაკლი გურამ გაბისკირია გახდათ იქ და არაჩვეულებრივი ადამიანები და ძალიან ბევრი ქართველი მებრძოლი გამოვარეს რუსებმა ისე დიახ მაგრამ ყველა ძალიან კარგად ახსოვს გენო ადამიანის ბოლოს სიტყვები რომელიც შევარდნაძეს მიმართა ბატონო თენგიზ გენო ადამიანი იყო ალბათ ბოლო მებრძოლი რომელიც მიუხვდა ედვარდ შევარდნაძეს თავის ჩანაფიქრს და სამხედრო თათბირზე რომელიც კაცურა იომა ბოლომდე დიახ გეთახმებით ტელეფონით მელაპარაკებოდა თენგიზ ღუბავს შობერძაღლი რას მეკეთებს ნახე ჯარეგანი არ აღავ ასე თქვენ ხომ რომ ჯარისგან არ აღებას და მე ემათი შემოტევა цаრი არხელები როგორ შეიძლებოდა როგორ აი რა პასუხები თქვენ მომეცეთ აი ერთადერთი იმას გაგცეთ პასუხს ჯარი ვინც გარე არ აღა ეს არის ნაძირალა კაცი რომელსაც მოაწერა ხელი ჯარისგან არ აღებაზე და საკეთები და ისინი მოგზა ზარბაზნებიდან რას მელაპარაკებით მე თქვენ როგორ შეიძლება ეგრე და უკან თელი ტანკები და ისე რომ გამოიტანა $300,000 დაგვიжда ჩვენ იმის გამოყვანა იქიდან უკან შეყვანა არ გიდოდათ მაგისი არ ლოგიკურად თქონა იმჟელოთ სუყოლა მაგრამ თქვენ ამას უწევდით სუყოლაფერს ონა ისოდეთ რომ ვიტაგები გამოიყვანა ვიც არბაზებს საკეთები მოხსნა რითიომა ქართულ ჯარს
გასაგებია ბატონო თენგიზ, ნამდვილად გასაგებია და ეს ყველაფერი ნამდვილად იცის გენო ადამიანს ბოლოს სიტყვები 27 სექტემბრის დილით გაყიდეთ აფხაზეთიანოს მე ხო გითხარით მე იმან გამოთავისუფლე ცოცხალი თავით არ გამოვიდოდა დღეს საფხაზე ჩვენ იქნებოდა იმდეს ვიომებდით ვიომედი ბოლომდე გასაგებია ბატონო თენგიზ მაგრამ მე მინდა გკითხოთ ბოლო კითხვა როდესაც თამაზ მეფარიშვილის ბატალიონი გაგრაში აიყვანეს ტყვეთ რომლებიც ძლივს გამოიყვანეს ღამის 11 საათზე კაბერცეს შენობიდან აქ ამ სტუდიაში ითქვა ისიც რომ ედვარდ შევარდნაძეს უთქვამს ვინც ტყვეთა გაცვლაზე მუშაობდა კიტოვანი არ არის თანახმა რომ ეს ბიჭები გავათავისუფლოთ და თქვენ ვითომ გითქვამთ რომ სამშობლოს მოღალატეებს მეტყველებიდან არ ვიხსნით რა შეამჩნიეთ გაგრაში ტყვეთ ჩავარდნილ ბიჭებს სამშობლოს მოღალატეობის თუ ეს მართლაც ასეა მე გითხარით ყველაფერი და ერმა განსაზღვროს ვინ არის მოღალატე აი ეს მეტი არაფერი არ ეხ მე შევარდნაძე დაბერდა და გამოყეყეჭდა რას ლაპარაკობს კაცმა არ იცით მაგას რო ტყუჟულ ლაპარაკობს გონია რომ ეს შემართლად ესე იყო შემართლე რაც არის მე გითხარით ხელი ვინც მოაწერა ჯარისგან დაერაღებაზე დიახ აი ეს არის ყველაზე დიდი დამნაშავე ეს არის ვინც გამოვიდა იანვრის თვეში და თქვა რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთზე წავაგეთ არაფერი არ გვინდა იანვარში ორთვეში უკვე სამთვეში უკვე გამოდიოდა გამორბოდა იქიდან მე ერთ წელი გავწევდა თითქმის ომი ეს არის დამნაშავე მაგისი და ვიც აი ამას ნიშნავდა უკვე თავის აგენტურას ნიშნავდა აი ეგ არის საბუთი გითხარით უკვე მათ მინისტრ საბჭოს თავმჯდომარედ და პრეზიდენტად აფხაზეთის უკვე მე გითხარით წინ და წინ აი ეს არის აგვისტოს 92 წლის აგვისტოში მოწილი ხელმწიფეზე ყავდა დანიშნული ანკვაბი. გამიგეთ? გასაგებია ბატონო თენგიზ, მაგრამ მე მაინტერესებს კიდევ ის რომ აი ვინ მუშაობდა მაშინ რუსეთზე დღეს საუბრობენ რომ მაშინ იყვნენ აგენტები რომლებიც პარალელურად მუშაობდნენ რუსეთის ინტერესებზე. გარდა შევარდნაძისა კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა შევარდნაძისა, კიდევ ვინ იყო ეს პიროვნებები, რომლებიც საქართველოში რუსული მუშაობდა იოსელიანი, ავტო, დიახ, მუშაობდა გვეგაია, მაშინ მოადგილე იყო უშროების, დიახ. და მე ორკაზე ვიცი რომელიც მუშაობდნენ იმასე. თვითონ შევარდნაძე მუშაობდა. ეგ ვიცით ბატონო თენგიზ, ეგ ცნობილი ფაქტია. და ურთიერთობა შევარდნაძე რუსეთთან ძალიან კარგად იყო. მაგის კვალი მე რო ჩამოვიდი, ვერ ადგილას დამხდა სხვათა შორის. გასაგებია ბატონო თენგიზ, ჩვენ ისიც ვიცით. ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მთელი დაზვერვის უფროსი იყო საგარეო საქმეთა, ეხლა მაგას მე მუშაობდი თუ მუშაობდა მანდა. ეხლა ლოგიკური იმედი გითხრათ რომ შევარდნაძე ხარ თავის აგენტური რომის მუშაობდა რუსეთზე და თემსოფლიოში, ხო? მაგით იყო დავერბოგებული ინგლისელები და ამერიკელების მიმართ. ეხლა და გარბაჩოვი. გასაგებია ბატონო თენგიზ. ბატონო თენგიზ, ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან და გადაცემას ვასრულებთ, ვინაიდან გადაცემას დასასრულს მიუახლოვ და თქვენ ინტერვიუ მიგიციათ, მე დღეს გავიგე ეს ინფორმაცია ელექტრონული მედიით, უცხოური პრესისთვის, რომ ალექსანდრე ანკვაბი საქართველოს, ანუ ქართულ მხარეს აწვდიდა ინფორმაციას. თქვენ ეს განცხადება გააკეთეთ ისე დროს, როდესაც უკვე აფხაზეთში არის არჩევნები დაწყებული. ამით რისი თქმა გინდათ ბატონო თენგიზ, ალექსანდრე ანკვაბმა მეტ-ნაკლებად ძალიან დიდი დადებითი როლი ითამაშა ამ ომის დროს.
ტყვეთა გაცვლაზეც მუშაობდა და მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ ეს ომი შეჩერებულიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, ვინაიდან როგორც თავად ამბობთ, შევარდნაძე გარკვეულ რუსულ გეგმას ანხორციელებდა მაშინ საქართველოში, მაგრამ დღეს იმის აღიარება, რომ ალექსანდრე ანქვაბი კენჭს იყრის აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტად, ამის გაცხადება ცოტა არ იყოს ხაჟიმბას წისქვილზე ხომ არ უსხავს წყალს, რომელიც რუსეთის კადრია, მოდი ესე ვთქვათ, აფხაზეთში. მე არ ვიცი რომელ რაღაცაზე ლაპარაკი. სტატიაზე მაქვს საუბარი ბატონო თენგის, სადაც თქვენ ამბობთ უცხოურ პრესას ხომ მიეცით ინტერვიუ, სადაც ამბობთ რომ ალექსანდრე ანქვაბი ომის დროს ქართულ მხარეს აწვდიდა ინფორმაციას. მე საერთოდ ოპოზიციას, სახელმწიფო ოპოზიციას, რომელიც არის საქართველოში, თითქმის პატივს არ დავცემ. ეხლა გითხრათ რატო? იმიტომ ამდენი ხალხი გააწამეს, ამდენი ხალხი გამოიყვანეს, ბევრი იტრიალეს ხალხი და დაღალეს ხალხი თავისი უვიწყობით. საქართველოში მე გითხრათ, ერთადერთი საშუალო უნდა მოხდეს რევოლუციური გადატრიალება. დანარჩენი საქართველოს ეს ოპოზიცია არის წყალი, არაფერი არ არის. თუ არ მოხდა საქართველოში რევოლუციური გადატრიალება, მე რომ აბრალებს გამოდის სააკაშვილი ყოველთვის დამანგრეველიო, მე ვარ გადამეტრიალებია, გამსახურდია, დღეს სააკაშვილი იქნებოდა ვეთხასავით ჩემძროლის სოროში. მაგრამ გრძნობთ ბატონო თენგიზ იმ დანაშაულს, ეს რო არ მომხდარიყო აფხაზეთსაც არ დავკარგავდით, მაშინ გამსახურდია რომ არ გადაგეტრიალებინათ, მოდი თქვენი სიტყვებით სიტყვებს გამოვთხოვოთ ოპოზიციას, ეს ნასუსით გაბერლი გამოდის კიდე ისა ყუბაზა პანჩურის მივცე მაგას მოვაძრობი გაბერლ თავს, როგორ მაგადრა მე მაგად დაწერაკმა რომელიც ჩემი მეზე მოსულია ზოყოლა კაკოს გადილომა რაზატიანეს იცით რა არის უნდა ისოდეს უყურებ თავის ადილი ამ ბრეკაძეროს და აქ ჩამოიდეს კი ჩამოუკე ცხობი დაუტოს უყოლას მაგად ეს ხოლმე გასაგებია ბატონო თენგიზ აი ეგრეა უნდა ისოდეს უყურებ თავის ადგილი არა ბატონო თენგიზ თავის თუ არა ამ ხალხ დაანებონ თავი ქართველებს დაანებონ თავი ელაპარაკონ ის რესის თავიცა ისტორიკოსი იყავი მუშა იყავი თუ რევოლუციონერი ხარ გააკეთე რევოლუცია ფულზე ნუ გაყიდი საქართველოს მე დამაგდეთური ქუთაისლება 870 გადაცემის დრო იწურება ქუთაისის ბაღში იყო მე არ მედი ახლა მის გვარი თქვა ნახევარს მაძლევდნენ დამენებებია გამსახურდიას თავი არ ვიყავ მე ჩემი ჯარი და ჩემი ხალხი ჩემი ელი არ შევარცხვინე იცოდეთ თქვენა აი ხა პირველად ვიძახე ამას 870 მილიონს იძლეოდა ქუთაისის იქიდან რომ მე დამენებებია გამსახურდიას თავი ბანკიდან ერთი არ ანუ თქვენ გამსახურდიასთვის რომ თავი გაგენებებინათ ამისთვის დღეს რომელი იქნებოდა მან სააკაშვილი მოვიდოდა თუ პეტედო პავლე კარგი ბატონო თენგიზ გადაცემის დრო იწურება ბატონო თენგიზ ეს თქვენი ლაპარაკებდით მაგედან გასაგებია ბატონო თენგიზ გადაცემის დრო იწურება უკვე ეხლა ჩვენ გავთიშავთ თქვენს არხს გადაცემას დავასრულებთ ერთი მითხარით ეხლა რომელი ტელევიზია ისმენენ ჩვენ ლაპარაკს ეს არის ინტერნეტ ტელევიზია ობიექტივი ნეტ ჩვენ ბატონო თენგიზ არა ვართ იმ ფუფუნებაში რომ ეს პირდაპირ ეთერში რომელიმე სახელმწიფო არხმა გადასცეს ან ხელისუფლების არხმა გადასცეს ეს რადიოთი გადის ეხლა პირდაპირ ეთერში და რომელსაც ისმენს მთელი საქართველოს გადის ინტერნეტ პასპორტს არ მოძლევენ ქართულ პასპორტს ამიგეთ რა ქართულ პასპორტს არ მოძლევენ ჩამოვიდეს საქართველოში ჩავაბარე გავუმეცნეთ მეთქი გასაგებია ბატონო თენგიზ ყველაფერი გადაცემა დასრულდა ამაზე მეტი დაუნაგეთ გადაცემა დასრულდა უკვე ბატონო თენგიზ ჩვენი დროც ამოიწურა რა გითხრათ ბატონო თენგიზ პასპორტს არ გაძლევენ არ ვიცი მე ერთი იმას კი ვიტყვი რომ ალბათ პასუხი ადრე თუ გვიან
ყველას მოეთხოვება სიმბოლურად მაინც, ყველას მაინც ეტყვიან იმას, რომ რატომ მოხდა საქართველოში თუნდაც გადატრიალება, თუ კი ფულს გთავაზობდნენ და თუ კი იცოდით, რომ გამსახურდიას ქვეყნიდან გაშვებით შევარდნაძე აქ უნდა ჩამოსულიყო, შემდეგ აფხაზეთის ომიც უნდა დაწყებულიყო და ქვეყანა ესე უნდა გაპარტახებულიყო, ბატონო თენგიზ იქნებ ჯობდა რომ მართლა ფული აგეღოთ და გამსახურდიასთვის თავი გაგენებებინათ, მაგრამ არის ერთი ფაქტიც, ბატონო თენგიზ, ფაქტი ცნობილი 91 წლის გეკაჩეპეს შემდეგ მოსკოვში შემუშავდა კავკასკის ტრიუგოლნიკი გეგმა, რომელიც ძალიან კარგად განხორციელდა ედვარდ შევარდნაძის მიერ საქართველოში. თქვენს ამ გადაცემას ალბათ მოყვება კიდევ გამოძიება, მოვლენა კიდევ დიდი პოლიტიკოსები, რომლებიც პასუხს გაგცემენ კითხვებზე, მათ შორის ბატონი გივი ლომინაძეც და ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბატონი სოსო ახალაიაც ვიხილო ამ ეთერში, რომელიც დღეს ხელისუფლების სამსახურშია ჩამდგარი და რამდენადაც მე გავიგე ბატონი სოსო თურმე აქციებსაც ძალიან კარგად არბევს თბილისში. მაგრამ ისიც მინდათ გითხრათ 4 ოქტომბერს განთიადის შეტევის მოგერიებისას პოზიციებზე მებრძოლი ჯარისკაცები სოხუმიდან მიშველიებულ ტყვია წამლის ყუთებში საბრძოლო ვაზნების ნაცვლად კონსერვის ქილებს ნახულობდნენ. არც ამაზე მოთხოვნიათ პასუხი საქართველოში არავინ არ დასჭილა. ამიტომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და დაგემშვიდობებით ყველას, დაგემშვიდობებით იმ იმედით, რომ სამართალი ერთხელ და სამუდამოდ აღსდგება და ვეღარ გაბედავს იმას, რომ ქართველი ახალგაზრდობა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქვეყანაში და ეს ამერიკის ინტერესები იქნება თუ რუსეთის ინტერესები მათი სიცოცხლის საფასურად ითამაშონ გარკვეულ წილად ქვეყანაში რაღაც როლი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.